თეო, ახლა როცა ამ ინტერვიუს წერთ, ვიცით რომ ხვალ უკვე საქართველოსთან უნდა გახვიდეთ. ანუ ეს ქვეყანა უნდა დატოვოთ პირველად იმ მიზნით და მიზეზით, რაც ახლა თქვენს თავს ხდება, ხო? ვიცით რომ ქართული ოცნების მთავრობის მიერ ბრალი გაქვთ წარდგენილი, შეიძლება საზოგადოების დიდ მონაწილემა ამის შესახებ არ იცის და როგორც სხვადასხვა წყაროდან მივიღეთ ინფორმაცია, შესაძლოა ახლოს პერიოდში დაგაპატიმრონ. უფრო რთულად არის საქმე. ხა როგორ არის ეს ბრალი წაყენებული მაქვს ზუსტად აი შობის ამბები რომ გახსოვთ 2023 წლის ზაფხულში. და შობის ტრაგედიამდე. შობის ტრაგედიამდე ორი კვირით ადრე. ეს ბრალის წაყენება განმარტავ კიდევ ერთხელ რომ შობის ტრაგედიამ უფრო გაამძაფრა მდგომარეობა. და ბრალის წაყენება მოხდა დაახლოებით 5 თუ კარგად მახსოვს ივლისს 2023 წლის. ხა რაც შეეხება თქვათ ამ პერიოდს მხოლოდ ერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა ამასთან დაკავშირებით, იცის საზოგადოებამ ამ ინციდენტის შესახებ და ერთი პროცესი ჩატარდა და მას შემდეგ პროცესი არ ჩატარებულა. როგორც ასე ვთქვათ, ტექნიკურად მიხსნიან ხოლმე, ტექნიკურად შესაძლებელია აი ბოლო თვეებში ესე ვთქვათ ჩატარებული იყო ეს სხდომები, ანუ თითქმის წელიწადზე მეტია სხდომა არ ჩატარებულა. ხო, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის დეტალი, საზოგადოებამაც რომ იცოდეს, რომ სხდომა არ ჩატარდა, არსებითი განხილვის სხდომები არ დაინიშნა იქამდე, ვიდრე თბილისის სააპელაციო სასამართლომ თქვენი ყოფილი პარტნიორის მიმართ არ შეცვალა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც ის ბრალდებული იყო თქვენს მიმართ ცემაში, ძალადობაში, კი ბატონო, და რეალურად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შორინა გუნცაძემ ის მსუბუქი განაჩენი და სასჯელიც კი გააუქმა მთლიანად და შესაძლოა ახლა როცა უკვე თქვენი ყოფილი პარტნიორი, რომელსაც გამაოგნებელი ძალადობაში ედებოდა თქვენს მიმართ ბრალი, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურასაც კარგად ყავს დანდობილი, რაც ჩვენ საქმის მასალები ვნახეთ და შევისწავლეთ. ახლა უკვე როცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი არსებობს თქვენს მიერ ძალადობაში მხილებული ყოფილი პარტნიორის მიმართ, შეიძლება პირიქით თქვენს საწინააღმდეგოდ შემოbrunდეს ყველაფერი, იმიტომ რომ ის ბრალის საქმე, რომელსაც თქვენ გედავებიან და საქმე სასამართლოშია უკვე გადაგზავნილი, ხო? ეხება სწორედ ამ თქვენი ყოფილი პარტნიორის არასრულწლოვანი შვილის მიმართ თქვენს მხრიდან შესაძლო ძალადობას, რომელიც ფაქტი, ანუ საქმის მასალების მიხედვით არის 2 წლის წინ მომხდარი და 2 წლის შემდეგ არის დავა დაწყებული. კი ბატონო, დავა დაიწყეს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, გამოყვეს საქმე, როდესაც მე დავრეკე 112-ში და ვამხილე ჩემი ყოფილი პარტნიორი ჩემს განხორციელებულ ძალადობაში. ფაქტზე დააკავა პოლიცია მის და წარუდგინა ბრალი. აქ არის ბევრი დეტალი ამ საქმეში, საინტერესო დეტალი, რატომღაც საქმის მაგერად რომ სახელმწიფო მიცავდეს, ქალის უფლებებს იცავდეს და ძალადობის ფაქტი, ოჯახური ძალადობის ფაქტი გამოიკვეთა და ამას მიჰყოლოდა, რატომღაც მტკიცებულებების საქმეში დამაგრებული არ არის იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც იყო, იმიტომ რომ გასასამართლებელი საფუძვი იყო აქ რომ დაბალი სტანდარტის საქმეა და შესაბამისად ის მტკიცებულებებიც რაც წარდგენილი იყო და წინასწარ სასამართლო პროცესზე CSS-ს ეძახიან ხომ? თქვათ გაიარა ამ მტკიცებულებებმა. ესეც საკმარისი იყო მისი ბრალეულობის აღიარებისთვის. როგორც ვხედავთ, ესე იგი ნაწილობრივ წარდგა ეს სამტკიცებულებები, თქვათ ისე შეიკერა საქმე, რომ თქვათ საკმარისი არ აღმოჩნდა ბოლოს, თქვათ და პირველმა ინსტანციამაც და მეორე ინსტანციამაც რატომღაც ჩათვალეს, რომ კი, ფაქტიც ამის იყო, მაგრამ საკმარისი მტკიცებულებები არ იყო და ისე შეიკერა საქმე. ანუ საქმეს მთლიანად გამოაცალა თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯერ კიდევ საქმეს მთლიანად მოუხსნა გენდერული მოტივი. განაჩენშივე წერია, რომ გენდერული მოტივი არის, მაგრამ თუ ჩავხსნით ჩვენ ოჯახური მუხლს, ოჯახური ძალადობის შესახებ, ასე შემთხვევაში გენდერმას ეხსნება. გაუგებარია შორენა გუნცაძის განაჩენი. მე მსგავსი რამ ქალის მიერ დაწერილი, ამც ჯერ არ მინახავს. გაუგონარი რამ ხდება. და ზუსტად ეს თქვათ იგივე ჩემი ადვოკატებთან კომუნიკაციის კუთხით ყველასთან ვისაც ვისაუბრე ფაქტობრივად თქვენ მართალი ხართ 26 დეკემბერს გამოტანილი სააპელაციოს განაჩენი ზუსტად იყო წითელი ხაზი რაც გადაკვეთა სასამართლომ და ქართულმა ხელისუფლებამ და რაც ფაქტობრივად როგორ გითხრათ
მწვანე შუქი აუნთო, მეორე საქმე, სადაც ბრალდებული ვარ, იმისთვის რომ მოსამართლემ უკვე ჩემს მიმართ გამოწყობილი განაჩენი თავისუფლად გამოიტანოს, იმიტომ რომ არანაირი მტკიცებულება საქმეში არ დევს. ეს არის სრულიად გამოგონილი რამ. გაიცნობთ თქვენ საქმის მასალებს, იმიტომ რომ უამრავი მტკიცებულებაა და პირიქით ხდება, ჩემზე იყო ძალადობა მამაშვილის მიერ. დღეს ეს საქმე ძიებაშია, დღეს მათ ბრალი წარდგენილი არ აქვთ. აი, ნახოთ, წარუდგენს თუ არა ქართული პროკურატურა და ქართული სახელმწიფო ბრალს მამაშვილს ჯგუფურ ძალადობაში და ჩემს მიერ სექსუალურ ძალადობაში. აი, ასეა საქმე. ანუ რეალურად ვარ დაზარალებული და ქართულმა სისტემამ ისე იმუშავა ცრემლებით, მოფერებით, ქალბატონო ძალიან წუხართ რომ ასეთ გზას გადიხართ და იქეთ გამოვყავარ მოძალადე ქართულ სისტემას. ესე იგი, თბილისის საქალაქო სასამართლომ თქვენი ყოფილი პარტნიორის მიმართ გამომტყუნებელი განაჩენი მიიღო 2024 წლის 7 ივნისს. კი ბატონო, გამომტყუნა და 2024 წლის 28 დეკემბერს უკვე რამდენიმე თვეში არსებობს გამოვიდა სააპელაციო სასამართლოს გამომართლებელი განაჩენი. ასე სწრაფად იშვიათად გამიგონია, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლომ განიხილოს, შეცვალოს, გააუქმოს და გაამართლოს მშავდებული პირი. არ გამიგონია და არავის შემერგულიო. ამიტომ რეალურად როგორ ფიქრობთ, ეჩქარებათ, რომ ამ გამამართლებელი განაჩენით გაისუფთავონ, გაიკაფონ, რაღაცა გაიადვილონ თქვენს მიმართ გამომტყუნებელი განაჩენის დადგომას ხელი შეუწყო. ეს არის გაადვილება, იმიტომ რომ უკვე გაადვილება საქმისა, იმიტომ რომ უკვე თებერვლიდან იწურება ყოველგვარი ვადები და შესაბამისად პროცესები უნდა ჩაინიშნოს, ხომ? იმიტომ რომ და ანიშნებოდა აქამდე. ანუ ელოდებოდნენ ამ გამამართლებელ განაჩენს იმისთვის, რომ ყოველ შემთხვევაში ერთი მაინც არგუმენტი ჰქონოდათ ჩემ წინააღმდეგ, იმიტომ რომ საქმეში ამტკიცებულებები, რომლებიც პირიქით ამტკიცებს იმას, რომ მამაშვილი შარგალაშვილება ჩემს მიმართ ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობა. სულ მცირე რაც მე და ჩვენი გამოცემა ადევნებს თვალს, ძალიან ცხადია და ცალსახა, რომ ხელისუფლება თქვენგან ცდილობდა მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში მტრის ხატის შექმნას, თქვენს დისკრედიტაციას. ხშირად გიწოდებდნენ უკვე, ესე იგი, ამ რუსული კანონის მიღებამდეც და რუსული კანონის მიღების შემდეგაც უცხოეთის აგენტს, უცხოძალების წარმომადგენელს და ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენი დაკვირვებით იმის გამო, რომ თქვენ ხშირად მათ თქვენი გაბედული, უშიშარი, მეცნიერულად დადასტურებული, მოკვლეული განცხადებებით და კვლევებით უპირისპირდებოდით მათ შესაძლო კორუფციულ სქემებს, მათ პოზიციებს სხვადასხვა მძიმე საქმესთან დაკავშირებით. ბევრი რამ შემიძლია გავიხსენო, მაგრამ შეუძლებელია არ გამახსენდეს შოვის ტრაგედია, ნამუხანის ესების კასკადი, ითხვისის უბედურება, რიკოთის გზა, ვაშლიჯურის მეწყერი და ასე შემდეგ. თბილისის უკიდურესად მძიმე მშენებლობები და ჩაბეტონება მთელი დედაქალაქის. მახსოვს 2023 წლის 8 აგვისტოს შოვის ტრაგედია ახალი მომხდარი იყო, რამდენიმე დღის შემდეგ მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თავს დაგესხათ და თქვა ასეთი რამ, რომ თქვენ პანიკას ტეხთ ტყუილებით და საბოტაჟს ეწევით ხელისუფლების მიმართ. საქართველოში გვყავს 1-2 გეოლოგია ან ვინ არის პროფესიით არ ვიცი, ვინც იმ დღეებში ტელევიზორში ხშირად ჩანდა. განსაკუთრებით ერთი ქალბატონი, ყავს 1-2 ასეთი ადამიანი, რომელიც უბრალოდ კრიზისის დროს პანიკას ტეხს ტყუილით, აბსოლუტური ტყუილით, ზუსტად ეს ქალბატონი. ეჭვებარები აბსოლუტური ტყუილი იყო, რასაც ის ამომდა, არ ვიცი, შეიძლება კომპეტენტური ტყუილი იყო თუ არაკომპეტენტური, უცოდინრობა, მაგრამ აბსოლუტური ტყუილი, რომელიც ვრცელდებოდა თან რა დროს, კრიზისის დროს და ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი. ეს არ იყო პირველი განცხადება თქვენს წინააღმდეგ. ეს ასეთი ტიპის, ასეთი შინაარსის განცხადებები, რას ემსახურებოდა? უნდათ თქვენი განეიტრალება, უნდათ თქვენს მიმართ ნდობა შეემცირებინა, თუ ყველაფერი ერთადო? პირველ რიგში ეს იყო ჩემი დისკრედიტაცია. მათ სურდათ ჩემი დისკრედიტაცია ნებისმიერი მეთოდით. ხა პროფესიონალური კუთხიდან დაწყებული, რაც მთავარი, იმიტომ რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, თქვა შოვის ტრაგედია, ყველაფერი უკავშირდება იგივე ჩემ კავშირებს ამერიკის შეერთებული შტატების სამსახურო გუნდთან, იმ პროექტებს, რომელსაც მე ვახორციელებდი ამერიკაში. ხო, როგორც ვიცით, საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრს ამერიკული მხარი აფინანსებს, ხო? კი ბატონო, ეს იყო ამერიკული პროექტები, ეს იყო სეისმური საფრთხის შეფასება. არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ამერიკული
დაფინანსება და ამერიკული თქვათ რეკომენდაციები სამშენებლო საკანონმდებლო ბაზის შესვლასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყველაფერი ამაში ვიყავით ჩართული და ეს ჩემთვის ახლა როგორ იყო იცით მე საუბრობდი ამის შესახებ უბრალოდ ახლა ყველას ვერ დაავალდებულებ რომ ეს მძიმე ტექნიკური საკითხები თქვათ გაიგოს ან გაანალიზოს რას უკავშირდება რა თქმა უნდა ეს იყო მიმართული იმ ვაქხანალის აღმოსაფხვრელად, რაც საქართველოში სამშენებლო კუთხით ხდება და თქვენ იცით რომ ძალიან დიდი ფული იშოვება მშენებლობაში. ეს არა მარტო საქართველოშია, საერთოდ მაფია არის, ჩვეულებრივი მაფიური სტრუქტურებია. ძალიან დიდი ფული იშოვება ენერგოსისტემაში, ენერგომატარებლებში და ასე შემდეგ. ყველა ფესების ქაოსურ მშენებლობას გულისხმობს. ხელისუფლებასთან დაახლოებული კონკრეტული პირების და ჯგუფების მიერ. აბა რა, ენერგორესურსების დაციება, მოპოვება და ასე შემდეგ, ხო, გადამუშავება, ეს რა თქმა უნდა პროფესიულად მე ხარ პროფესია მაქვს ასეთი, ხო? კიდე ჩვენ კარგად გვახსოვს ნამოხვანი წესების კასკადთან ამ პროექტთან დაკავშირებული თქვენი წინააღმდეგობა, როდესაც თქვენს მიერ შექმნილი მოდელირების საფუძველზე თქვით, რომ ამ კაშხლის ასეთი გრანდიოზული კაშხლის მშენებლობის შემთხვევაში საფრთხე ექმნებოდა არა მხოლოდ რიონის ხეობის მოსახლეობას და იქ სოფლების მცხოვრებლებს, არამედ ქუთაისს, რომლისთვისაც შესაძლოა მაღალ ტალღას დაერტყა. მაშინ ეს ქილიკის საგანი გახდა რაღაცნაირად. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ვერ ვნახეთ მეცნიერული კონტრარგუმენტების ანაცვლოდ. ჩამოყალიბებული იყო ჯგუფი ჩემი, თქვათ, პოზიციის გასანეიტრალებლად. მაშინ იყო ძალიან წინა პლანზე იყო წამოწეული მირცხულავა. და მირცხულავას ჯგუფი ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი შევარდნაძის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი 2021 წლის ზაფხულში ეს იყო ძალიან დიდი შეტევა პროკურატურაშიც მივიდნენ დაიწყეს აი ამ შავი PR კომპანიის აგორება რითაც მე ვუპასუხე აი ამ გამომცემლობებს უყველას შევიტანეს არჩელი ჟურნალისტთა ქარტიაში და ჟურნალისტთა ქარტიამ რა თქმა უნდა გამოიტანა მათ წინააღმდეგ გამამტყუნებელი ასე თქვათ შეგიძლიათ ეს მოიძიოთ თქვათ ვებგვერდებზე თქვენს წინააღმდეგ აი ეს კამპანია რაც ახლა მიმდინარეობს მათ შორის ეს სისხლის სამართლის საქმის მიმართულება რომელზეც ბრალდებული ხარ და რომლის სასამართლო პროცესებიც ახლა შეიძლება განახლდეს სწორედ იმ სააპელაციო სასამართლოს გამომართლებელი განაჩენის შემდეგ უკავშირდება მაინც თქვენს გამოკვეთილ პოზიციას და წინააღმდეგობას შოვის ტრაგედიასთან მიმართებით. იმიტომ რომ თქვენ შოვის ტრაგედიის პირველივე დღეებში ამბობდით, რომ ხელისუფლებას ჰქონდა დრო, მაშინ ითქვა რომ აწუთი ამ ადამიანების გადასარჩენად. უბრალოდ თქვენ პირდაპირ თქვით რომ შეგვეძლოს სიკვდილი თავიდან აგვეცილებინა. და მე ერთი წლის თავზე დადეთ დასკვნა სხვა ქვეყნის მეცნიერების მონაწილეობით შედგენილი, რომლითაც კიდევ უფრო ნიშნულოვანი ინფორმაცია გავიკეთ, რომ 8 წუთი კი არა, ხელისუფლებას ჰქონია თლად 2 საათი ადამიანების გადასარჩენად. ეს მონაცემებიდან ჩანს და რაც ანალიზს ექვემდებარება, იმიტომ რომ შეიძლება უფრო მეტიც გქონდა. იმიტომ რომ სატელიტური მონაცემები სულ სხვას აჩვენებს იქ პროცესები. ესეთი პროცესები 1 და 2 დღის განმავლობაში არ მიმდინარეობს. ეს არის მთელი ჯაჭვი, რომლის მონიტორინგიც უნდა აწარმოოთ და ქვეყანას მონიტორინგის სისტემები უნდა ჰქონდეს ამ კუთხით. და ახლა რატომ არის ეს თქვენ თქვით პირველად, როცა მოიკითხეთ საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული, სხვილი გრანტებით დაფინანსებული წინასწარი შეტყობინების სისტემები. ეს უნდა წარმოებული იყო და შემდეგ რაღაც ესეთი ოდიოზური პროექტები დაიწყეს, რომ აი იმცარ მყინვარებს ახლა დავაკვირდებით. მყინვარების დაკვირვება 1 და 2 დღე არ ხდება და მყინვარების დაკვირვება უცხოელი სპეციალისტების მიერ არ ხდება. მყინვარების მონიტორინგისთვის და საერთოდ ბუნებრივი კატასტროფების მონიტორინგისთვის ადგილობრივი სპეციალისტები და საერთოდ 24 საათიანი, 24 შვიცე მონიტორინგი გჭირდებათ. გჭირდებათ ადგილობრივი კადრი, გჭირდებათ უამრავი თანხა, რომელიც თქვენ ახალგაზრდებს სისტემებს უნდა მოახმაროთ, იმიტომ აპარატურა ბევრი იყიდეს, ვერ იყენებენ. გამოყენება არ შეუძლიათ. შეამოწმეთ, გადაამოწმეთ, თუ გინდათ, აი, თქვათ, არ შევამოწმეთ თბილისის წინასწარი შეტყობინების სისტემები საერთოდ რო არ მუშაობს. რამდენი ფული გადავყარეთ, თქვათ, ამ სისტემების ყიდვაში. საერთოდ აღარ მუშაობს ეს სისტემა ტრაგედიიდან რამდენი წლის შემდეგ. ეს ტრაგედიას გულისხმობთ, ხო? დიახ. ვერეს ტრაგედიას გულისხმობ. უამრავი თანხა გადავიყიდეთ, მუშაობს. აქ ხდება მხოლოდ როგორ გითხრათ, ითით ფურცელზე რაღაცა პროექტების შესრულება და რეალურად ხალხს ეს თანხა რაც საერთაშორისო დონორები გამოყოფენ, რეალურად ხალხს ეს არ ხმარდება, რეალურად ქვეყანას ეს არ ხმარდება. ზუსტად ამის მხილების შემდეგ და ზუსტად რაც გახსოვთ ეს პრესკონფერენცია რო გქონდა, თქვათ, აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, შორის საკითხთან დაკავშირებით ტრაგედიიდან 1 წლის შემდეგ, მე დაკითხვაზე დამიბარა პოლიციამ, ქუთაისის პოლიციამ.
რა ფორმატით წარიმართა ეს დაკითხვა? იყო თქვენზე ზეწოლა ან რა? რატომ ფიქრობთ? ანუ რეალურად ფორმატი რა იყო? მიცით რომ რაღაცნაირად ესეთი ჩვენება მიმეცა, რომ ესეც ჩაპეტება დამჩა ხა მე ჩემი ჩვენებაც იქ არის, რომ აი აპარატურის გარეშე ამის თქვათ მხოლოდ ერთი სადგურით შევძლებდით თუ არა თქვათ ამ პროცესის პროგნოზირებას, მაგრამ ერთი სადგურით ვის შეუძლია პროცესის პროგნოზირება. ამას სულ სხვა ტიპის აპარატურა, სულ სხვა ტიპის მონიტორინგის სისტემები სჭირდება და ეს მონიტორინგის სისტემები უნდა იყოს ყველგან, სადაც თქვენ ყავთ მოსახლეობა, სადაც რისკის ზონა და თქვენ იცით რომ აქ ოდესმე მოხდება ტრაგედია და ეს ხალხი ფაქტობრივად რომ გილიოტინაზე ყავთ გაყვანილი. აი ასეთ წლების განმავლობაში გვპირდებოდნენ. მე მახსოვს ჯერ კიდევ დავითაშვილის განცხადებები, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებები, სხვადასხვა სტიქიის დროს რომ ჩადიოდნენ სხვადასხვა რეგიონში, იქ ამბობდნენ რომ აი ამ პერიოდში, ამ დროისთვის ჩვენ უკვე გვექნება მთლიანად ქვეყანა მოცული წინასწარი შეტყობინებების სისტემები და ამ განცხადებებიდან 4-5 წლის თავზე ჯერ კიდევ შოუში არ იყო არაფერი. რა არის წინასწარი შეტყობინების სისტემა და მონიტორინგის სისტემა? აი ამ დონეზე ვართ. ცნების დონეზეც არ ესმით, როგორ უნდა გაიმართოს ეს სისტემა. თქვენ გონიათ, სეისმური მონიტორინგის სისტემა გამართული რომ არის აპარატურის და მხოლოდ ამერიკელების სამსახურება არის? ეს არის ლოკალური კადრი, რომელსაც 20 წელი ავსერდით. თქვენ გონიათ, მე რომ მომაცილონ ამას ჩემი თანამშრომლები, ჩემი გაზრდიალი ახალგაზრდები რომ მოაცილონ, ისევე ასეთ დონეზე არ დავრჩებით? როგორ ფიქრობთ თქვენ? არ შეიძლება სეისმური მონიტორინგის ნებისმიერი ბუნებრივი საფრთხეების მონიტორინგის სისტემა მთავრობამ მართოს, ამას სპეციალისტები ჭირდება. რატომღაც მთავრობა მართავს და დონორების მიერ მოცემულ ფულს მთავრობა ხარჯავს. აი ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, იმიტომ არ გვაქვს შედეგი და იმიტომ გვაქვს, იმიტომ არ უნდათ კანონმდებლობის შეცვლა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ფუნქციონირებას ჩვენ დავუბრუნდებით, როდესაც ვამბობ და რამდენჯერმე ვახსენებ შოვის ტრაგედიას და შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით თქვენს მიერ გაკეთებულ მწვავე განცხადებებს და ახალ კვლევებს, ამას სრულიად გააზრებულად ვაკეთებ, იმიტომ რომ მე მახსოვს შოვის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში სამთავრობო პროპაგანდისტული არხის თავდასხმა თქვენზე. არხების შეიძლება იყოს. აი პირველი რაც მახსოვს იყო რუსთავი 2, როდესაც ამოვბეჭდა მე წამოვიღე აქ ინტერვიუს დროს კურიერის ექსკლუზივი, ასე დასათაურდა მათი სიუჟეტი, თია გოდოლაძე ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული. კურიერი 9 საათზე დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე, დღეს 22 აგვისტო აგიყვებით დღის მთავარ თემებსა და მოვლენებს საღამო მშვიდობისა. ცნობილ მეცნიერსა და სეისმოლოგს ოჯახის წევრის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. თეა გოდოლაძეს სემაში ბრალი არასრულწლოვანმა ბიჭმა დასდო და განაცხადა, რომ მეცნიერმა მას ხელი გაარტყა. პროკურატურამ საქმე აღძრა, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს კი 2000 ლარიანი გირაო შეუფარდეს. ოჯახურ ძალადობაში არის ხილებული, მისადმი სანდოობის განცდა ჩემთვის ძალიან დაბალია, საერთოდ არ არსებობს. და მეორე მხრივ შოვის ტრაგედიის ფონზე, რასაც ჩვენ ხედავდით ამ ადამიანისგან, იმ მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ჩვენი საზოგადოების სასაწყობო და ეს ფაქტობრივად ნამდვილად იყო საზოგადოებაზე ძალადობის ფაქტი. მართლა ძალიან მძიმეა და შოკის მომგვრელია, რომ ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღე ტელეეთერებში გამოდიოდა, გარკვეულ თავის პოზიციებს აფიქსირებდა, ეს ადამიანი მხილებული იქნა ერთ-ერთ იმ დანაშაულში, რომელსაც სახელმწიფომ აბსოლუტურად უმკაცრესი ბრძოლა გამოუცხადა. ჟურნალისტებმა საჯარო გახადეს აქამდე მიჩქმეული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეა გოდოლაძეს თავისი პარტნიორის არასრულწლოვან შვილზე ძალადობაში ედება ბრალი. და თქვენ მე ამაზე მემართეთ ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს. და ეს პროცესი, ეს დავა იქ მოიგეთ და საბჭომ დაადგინა, ეთიკის საბჭომ, პროფესიონალ საბჭომ დაადგინა, რომ განზრახ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა რუსთავერმა თქვენს წინააღმდეგ, რომ თქვენი დისკრედიტაცია მოეხდინა, ხო? განზრახვა ამაში მდგომარეობდა. ამ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ ჩემ ყოფილ პარტნიორს სახელმწიფო იყენებდა უკვე ჩემს წინააღმდეგ. ანუ ესეც ანუ ამ სისტემური მიდგომის თქვენს წინააღმდეგ კამპანიური დარწმუნებული ვარ. ბრძოლის ნაწილია. მე ხომ საქართველოს პატარა ქვეყანა დეტალები. კი. რუსთავიორს მოხვა კიდევ რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტული არხის იმედის სიუჟეტი უკვე 1 ოქტომბერს მალევე ასეთი სათაურით როგორ გეგმავდა თეა გოდოლაძე ტყიბულის დახურულ შეღჩში 500 ტონა ტროტილის აფეთქებას და აფეთქებით გამოწვეული ბიძგების შესწავლას.
და აქვე ითქვა, რომ ანუ ამ გეგმის ბოლომდე მისაყვანა წლების განმავლობაში იბრძოდით უცხოელ პარტნიორებთან ერთად და მე მესამე პროპაგანდისტულმა არხმა მალევე მოაყოლა პოზიტივის გულისხმობ, პირდაპირ გიწოდათ უცხო ძალის ინტერესების გამტარი NGO-ს წარმომადგენელი. აფეთქების სურვილი ტყიბული შახტში 500 ტონა ტროტილით და სამეცნიერო მიზნებით. დაუჯერებელი ამბავი, რომელიც წყარო მოგვაწოდა, მას შემდეგ ამ ამბის ადრესატებთან გადამოწმებას ვცდილობთ. წყარო გვიყვება, რომ სამეცნიერო ექსპერიმენტად აფეთქებისა და ამ აფეთქებით გამოწვეული ბიზგების მონიტორინგს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი თია გოდოლაძე უცხოელ კოლეგებთან ერთად გეგმავდა. რამდენად სახიფათო იყო ამ მასშტაბის აფეთქება ტყიბულისთვის, ჩვენ დოკუმენტური კვლევა არ გვაქვს, თუმცა სპეციალისტები დრამატულ სურათზე საუბრობენ. თანხმობის შემთხვევაში ექსპერიმენტის შესაძლოა სახელმწიფოსთვის ძიმე შედეგით დასრულებულიყო. აი ჯუგარეშია ხო რომ ეს მიზანმიმართული სერიული კამპანია სექტემბერში დინარაძე გამოვიდა, ბატონი მამუკა დინარაძე და თქვა რომ მე ვიყავი გლობალური ომის პარტიის წევრი და ესეთი აგენტი მსუბუქი, ასე ვთქვათ, ეპიტეტია ჩემს მიმართ, ესე იგი მე ვყოფილ ვარ, რაც ყოფილ ვარ. ეს იყო მიზანმიმართული აგრესია სამთავრობო სტრუქტურების, იგივე პარლამენტარების კომენტარებიც მახსოვს ძალიან კარგად და ძალიან კარგად მახსოვს ვინ ალაპარაკეს მაშინ. რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება ამით თქვენს დისკრედიტაცია. მხოლოდ დისკრედიტაცია და ჩემი საქმიდან ჩამოშორება. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. გქონდათ ამის მცდელობა, რომ თქვენ აღარ ყოფილიყავით სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი? რა თქმა უნდა, გქონდათ. მე ძალიან ბევრჯერ მე მიგზავნიდნენ მესიჯებს, რომ შენი მოცილება ყველას გვინდა, იმიტომ რომ იქ არის გინდა ვთქვათ გეოლოგების ჯგუფი, სამწუხაროდ. რას გულისხმობთ, სად არის? აი მთავრობასთან დაახლოებული გეოლოგები, არსებობს ესეთი რაღაცა. სამშენებლო ბიზნესში, თქვათ, ვისაც გულზე არ ვეხატები და ძალიან ბევრია ასეთი. და მე პერიოდულად მომდიოდა ეს მესიჯები, პერიოდულად მეუბნებოდნენ, რომ ეს ქალი, რომელიც ხელს გვიშლის, ამ ქალმა რატომ იცის ყველაფერი, იმიტომ რომ თავად არაფერი არ იციან, იმიტომ რომ არ არის დარგი სპეციალისტი, ახლა ჩვეულებრივი ახალი ქართველია, რომელსაც ფულის კეთება უნდა. და არ ვიცი ნებსით თუნევლია თუ ამრავი მტერი გავიჩინე, რომელსაც ასე თქვათ ერთობლივად ყველას უნდოდა ჩემი აი ამ თანამდებობიდან გადაყენება. ეხლა მე საზოგადოების ხის გამო დაუპირისპირდნენ შესაძლოა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მაშინ? არა, აქ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი არიღებს გაწყვეტილებას თქვენ იქნებით ამ ცენტრის დირექტორი თუ არა? კი ბატონო, იღებს, მაგრამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს განსხვავებული სისტემა, ეს არ არის საბჭოთა უნივერსიტეტი. აქ სხვა ხალხი ვართ. კი, მაგრამ მის რექტორზე ჩვენ ვიცით რომ იერიში მიიტანეს თავის არა მარტო ჩემს გამო, არა, ჩემს გამო ნამდვილად. თქვენი საქმეც იყო ამის ერთ-ერთი მიზეზი? ერთ თვეში ჩემი საქმე დაიწყეს. როდესაც მანამდე ხომ არ უძღოდა თქვენი მოხსნის მოთხოვნა ამ ქალბატონის მიმართ რექტორის? მანამდე უძღოდა ასეთი მესიჯი, მივიდნენ რექტორთან, სამინისტროდან და უთხრეს რომ ქსელი დაეთმო, სეისმური მონიტორინგი დაეთმო უნივერსიტეტს და მიერთებინა ის სახელმწიფო სტრუქტურებისთვის. იყო ასეთი მესიჯი და მოთხოვნა. ეს მე ხა უბრალოდ არ გამიჟღერებია ბევრი რამ. 2019 წლიდან ეს აგრესიული შეტევა ამ სამსახურის თქვათ ჩემი მოძრობის და პრობლემების შექმნისათმი იყო მიმართული უბრალოდ აკავებდათ ამერიკული ფაქტორი. თქვენი ამერიკული პარტნიორები, ის რომ ამერიკული ორგანიზაციების მიერ მე ხომ მარტო ქართულ ქსელს არ მართავ. ეს სწორედ რომ განვარტოთ ამერიკული ორგანიზაციები გეხმარებიან ტექნიკურ განვითარებაში, პროფესიულ განვითარებაში, ხოლო სისტემის აწყობაში. კი და ბევრ ქვეყანაში. ეს არის მე ხელმძღვანელი ვარ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სეისმური მონიტორინგის განვითარების პროექტის. ამერიკული მხარდაჭერა რომ არ გქონოდა, მახსოვს საერთაშორისო სასამართლოში. ამერიკული მხარდაჭერა. საერთაშორისო სასამართლოში, როდესაც საქართველოს რუსეთის 2008 წლის ომთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა და პროცესი მიმდინარეობდა, იმჟამინდელმა იუსტიციის სამინისტრომ სწორედ საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემები წარადგინა მნიშვნელოვან მტკიცებულებად, როდის და რა დროს მოხდა აფეთქებები, ხო? ამერიკული მხარდაჭერა რომ არ გქონოდა, ეს მონაცემები გვექნებოდა საერთოდ? არა. ამერიკელების გარეშე არაფერი არ გვექნებოდა. მე და ჩემი რის შემდეგაც საქმე არ მხოლოდ დამტკიცებულებით, მაგრამ მათ შორის ამიტაც საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა მთლიანად. 2000 საერთაშორისო დავას გულისხმობ. კი ბატონო, მე მახსოვს რა ხა ჩემ ხელში გაიარა ხო? 2008 წელს მაშინ მე დირექტორი არ ვიყავი, მოადგილე ვიყავი და ზურა ჯავახიშვილი იყო ამ სამსახურის დირექტორი, ერთობლივად დავამონტაჟეთ კეფში სეისმური სადგურები. და მე მახსოვს როგორ ბიჭექი
2008 წლის ომის შემდეგ და ჩემს ამერიკელ პარტნიორთან ერთად ვამუშავებდი მასალას, რომელიც უტყუარი მტკიცებულება იყო, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია. საქართველოში რუსეთმა ინტერვენცია, ანუ ომი განახორციელა 7 აგვისტოს და დაიწყო 11 საათსა და 40 წუთს. ეს თქვენმა სეისმურმა სადგურებმა დააფიქსირეს. ზუსტი გვაქვს ყველა ბომბის აფეთქების, დიდი ბომბის, კასეტური ბომბის აფეთქების დრო, ადგილმდებარეობა და ასე შემდეგ. გორის დაბომბვის ყველა ეპიზოდია ჩაწერილი. დღეისათვის, როცა ქართული ოცნების რუსული რეჟიმი სრულად გაშიშულდა, მათ შორის ჩვენი კოლეგის მზია ამაღლობლის დაპატიმრების შემდეგ. ფიქრობთ, რომ შეიძლება ის, რაც თქვენმა ცენტრმა გააკეთა ამ მტკიცებულებების წარდგენით, ახლა რუსული მხარის შურისძიების სამიზნეც იყოთ? მსგავსი სისტემის დამონტაჟება, სეისმური სადგურების დამონტაჟება ხელს უწყობს ხელოვნური აფეთქებების იდენტიფიკაციას, რაზეც წლების განმავლობაში ცივი ომის დროს მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატები და მუშაობდა საბჭოთა კავშირი. ეს არის ერთ-ერთი მიღებული და აპრობირებული მეთოდი სეისმური მეთოდებით აფეთქების იდენტიფიკაცია, რაც რა თქმა უნდა ჩვენ განახორციელეთ 2008 წლის ომის შემდეგ და წარადგინეთ როგორც მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია. და ერთ-ერთი ფაქტორი, აი ხა მე გეტყვით და ამდენი დამთხევა არ შეიძლება იყოს, ხომ? 2023 წლის ივნისში საქართველომ და მე ვიყავი მასპინძლა უკრაინის სამეცნიერო გუნდს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რადგან ეს სისტემა განევითარებინათ უკრაინაში. ზუსტად, როდესაც ჩვენ მასპინძლობდით, აი ამ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას და ტრეინინგს და გვინდოდა ქართული მოდელის გადაღება უკრაინაში, ზუსტად იმ დღეს ბრალი წამიდგინეს. ამ საქმეზე. კი ბატონო. არასრულ წონაზე ვითომ ძალადობის ამბავში. ეს რაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა არა მხოლოდ ადგილობრივად ქართული ოცნების მხრიდან მიზანმიმართული კამპანიის და დევნის სამიზნე იყოთ, არამედ მათ შორის რუსული კვალიც. რა თქმა უნდა. სეისმოლოგია არ არის მხოლოდ მიწისძვრების მონიტორინგი. ამიტომაც ითხოვდნენ, რომ ეს ცენტრი და ეს ინსტიტუტი სამთავრობო პირდაპირ დაქვემდებარებაში ყოფილიყო. მე 2019 წლის შემდეგ უკვე ფინანსური პრობლემები შემიქმნა განათლების სამინისტრომ და მომიგზავნეს, ასე ვთქვათ, პერსონა, რომელსაც ერთ დღე იქნება აუცილებლად დავწერ ყველაფერს. ახლა რატომ არ ამბობთ? მე უნდა გავაღწიო ქვეყნიდან. და რომ მოგიგზავნეს, რა შემოგითვალეს? არაფერი, თქვენ გონიათ რამე მითხრა, ერთ-ერთხელ იყო რომ თქვენი, ასე ვთქვათ, მესიჯიც მაქვს. როგორ მეუბნება და კორექტირებას მიკეთებს საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, მე რა უნდა დავწერო და რა არა და ასე შემდეგ. ეს მაღალი თანამდებობის გადაწყვეტილების მიღების პირია? არა, რატომ უნდა იყოს მაღალი თანამდებობის პირი? არ არის აუცილებელი. მაგრამ მოხდა ისე, რომ რატომღაც ბიუჯეტი აღარ ვქონდა. რატომღაც მიუხედავად იმისა, რომ საპარტნიორო ხელშეკრულება იყო ქართულ მთავრობასა და ამერიკულ მხარეს შორის დადებული, რომ ჩვენ ამერიკული თანადაფინანსების პირობებში ქართული თანამშრომლობა და დაგვხარებოდა ყველა პროექტის განხორციელებაში, რატომღაც პირიქით წავიდა 2019 წლის შემდეგ ბიუჯეტი შეგვიმცირდა და რეალურად სეისმური მონიტორინგის ცენტრი ფაქტობრივად ამერიკელები რომ არ იყვნენ ვერ იმუშავებდა გამართულად. ვერა. დღესაც ამ დროისთვის. დღესაც ამ დროისთვის სერიოზული პრობლემები შეექმნება უკვე ამერიკული დაფინანსების არ ქონის შემთხვევაში. და რა ელის მაშინ სეისმური მონიტორინგის ცენტრს? თუ ეს დარჩა, ეს რეჟიმი დარჩა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად შეეხებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და რა თქმა უნდა წაიღებს მონიტორინგის ცენტრს სამთავრობო რომელიმე სტრუქტურა და რა თქმა უნდა ის მოკვდება, იმიტომ რომ როგორც მოკვდა წინასწარი შეტყობინების სისტემები გარემო სააგენტოს ინსტიტუტი შეიძლება ითქვას. როგორც მოკვდა ბევრი სხვა ინსტიტუტი და დღეს რაღაც კლუბებზე მუშაობთ ფაქტობრივად სპეციალისტის მიგნება, რომელიც საჯაროდ ხმამაღალ სწორ კრიტიკულ განცხადებას გააკეთებს, აღარ არსებობს. სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი კომპონენტი. თია, ქვეყნის დატოვების შემდეგ რას აპირებთ? გააგრძელებთ ბრძოლას და თუ კი რა? ეცი ხა ნახეთ როგორი რაღაცა არის, რომ ისედაც ნამდვილად ხოლმე ხა ჩემთვის პირველი გასვლა არ არის და სამუშაო მაქვს, მაგრამ უკვე ძალიან ცუდი ფონი აქვს ამას. უკვე გაუგებრობა, უკვე რეალური საფრთხეა, რომ მე ამ საქმეში შეიძლება ვერ დაბრუნდე ამ რეჟიმის პირობებში.
მე მიფიქრი ამაზე, რომ დავრჩე და ბოლომდე თავი შევაკლა, ჩავჯდე ციხეში და ასე შემდეგ, მაგრამ ქონდა კომუნიკაცია ჩემს ამერიკელ მეგობრებთან, ლოკალურ მეგობრებთან, ყველასთან და ჩემი ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს ვერ შევცვლი. ამიტომ გარდა გააგრძელებთ ბრძოლას. რა თქმა უნდა. გაცილებით მეტი ვიცი ვიდრე ჰგონიათ. და გაცილებით მეტი შემიძლია ვიდრე ჰგონიათ. მადლობა თია. თავისუფლებას გისურვებთ და წარმატებებს. თითი მადლობა თქვენ.